დილის გადაცემა დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. სიმშვიდობესა კიდევ ერთხელ. თუ დღეიდან GPC-ში ერთ შეკვრა გლუკომეტრის ჩხირებს შეიძენს, შესაძლოა გადმოგცემენ თავად აპარატს. ეს აქცია GPC-ში იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. ფარმაცევტული კომპანია 2015 წელს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. დღეს ჩვენი სტუმარია GPC-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თეა ჯავახიშვილი. თეა ჯავახიშვილი, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ. წინასწარ მოგილოცავთ 2015-ში იუბილე გაქვთ. დიდი მადლობა. ისურვებ ჩათქმულო და წარმატებებს. და საჩუქრებით დაიწყებთ, აქციებით დაიწყებთ ამ წელს და მთავარი პრიორიტეტი სოციალურ მიმართულებაში იქნება დიაბეტით დაავადებული ადამიანების დახმარება. დიახ. რა აქციებს თავაზობთ? მოგესალმებით კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. 2015 წელს ჩვენ ხვდებით 20 წლის და მეთახვებით რომ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი არის. ჩდება მეტი პასუხისმგებლობა, მეტი ვალდებულებები და 2015-ში ვაპირებთ საკმაოდ გააქტიურებას ამ მიმართულებით, სოციალური პროექტების მიმართულებით. დეკემბერში წელს ვიწყებთ დიაბეტის კუთხით. ეს იქნება დიაბეტის პროგრამა. დამოუკიდებელი GPC-ის დიაბეტის პროგრამა იქნება, რომლის ფარგლებშიც პირველი აქცია რაც გაიმართება ახლა დღეს ვაანონსებთ და დღეს დაიწყება, რომელიც გაგრძელდება იანვრის ბოლომდე. სრულიად ახალი ბრენდი Care Sense შემოდის ბაზარზე, GPC-ის ქსელში გაიყიდება ამ ეტაპზე, გაიყიდება არა ამ ეტაპზე, ხდება აქციის ფარგლებში ხოლმე და შემდგომში რეალიზაციაში ჩაეშვება. აღნიშნული აპარატი გადაიცემათ საჩუქრად დიაბეტიკებს, დიაბეტ დაავადებულ პიროვნებებს, იმ შემთხვევაში თუ შეიძენენ ერთ შეკვრა ჩხირებს. როგორ მიხვდებით, თქვათ, არ არის რაიმე საბუთი საჭირო, რომ ან პროგრამაში ეს ადამიანი ან რო აქვს მას ნამდვილად პროგრამა? ამაზე ვიფიქრეთ, მაგრამ დამატებითი ბაიერების და გართულების შექმნა არ გვინდა მოსახლეობისთვის. ტყუილად ნამდვილად არავინ არ ყიდულობს, რაღაცნაირად ყიდულობს, ესე იგი ეს პრობლემა სჭირდება მას ნამდვილად. ანუ აქციას კიდევ უფრო ჩავხმავდეთ პირველ ეტაპზე ჩხირების ფასი ჩვეულებრივად რაც ბაზარზე არის 25 ლარად შეიძენს და გადაეცემა საჩუქრად ეს აპარატი. ხოლო შემდგომში დიაბეტის პროგრამაში რო ჩაერთვება მომხმარებელი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უკვე მისი GP-ისთვის და მისი ხარჯების შემცირებისთვის არის მუდმივი ხარჯი ჩხირების. ხარჯი შემდგომში უკვე ყოველი შეძენა ეხება 15 ლარად, ეს არის ყველაზე დაბალი ფასი, რა ბაზარზე ამ ეტაპზე არ არის. თან ისიც არის განსათვალისწინებელი, რომ ძირითადად ჩხირების ცვლა ხშირად უწევთ, იმიტომ რომ შეიძლება ერთ ჯერზე თქვათ ბევრი სისხლი არ მოხვდეს, აპარატმა ვერ გასინჯოს. აი ეს აპარატი ამითაც არის გამორჩეული, ხო? დიახ, ანუ აპარატის გამორჩეულობა ის არის, რომ მას არ ჭირდება ახალი შეკვრა ჩხირების შეძენის შემთხვევაში კოდის შეყვანა, ანუ კოდის გარეშე შეიძლება გაიზომო შაქარის სისხლში. მეორე მინიმალური რაოდენობა. სისხლი აი სრულად მინიმალური რაოდენობა არის საჭირო და იძლევა ზუსტ და ზუსტ შედეგს იძლევა. ასევე მნიშვნელოვანი ის, რომ თქვათ ბატარეა რაც მოყვება მას 1000 ტესტ ჩხირზე არის გათვლილი და 250 შედეგს იმახსოვრებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის. ასევე მას შესაძლებელია გამოწერა USB კაბელის, ასე რომ ვთქვათ, და მონაცემების, რომელიც ვთქვათ რაღაც პერიოდის განმავლობაში შეიძლება გადაიტანო კომპიუტერში და გააკეთო ამისი ანალიზი. ანალიზი თვითონ აპარატს აკეთებს 2 კვირის განმავლობაში, საშუალება აქვს, საჭიროება იქნება, რომ გაასაშუალოს მონაცემები ჭამამდე, ჭამის შემდგომ გაზომვების და ეს მონაცემები ვთქვათ გამოიყენონ საჭიროებისამებრ. ერთგვარი ბაზაც გექნებათ უკვე GPC-ში იმ ადამიანების, ვისაც აქვთ ეს პრობლემა, დიაბეტი. და მათ კიდევ სხვა აქციებსაც შესთავაზებთ, გარდა იმისა, რომ მიიღებენ აპარატს საჩუქრად. ჩვენ ვაკეთებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ის იყო ეგრეთებული follow-up-ის პროექტი ქრონიკული პაციენტებისთვის და ის მომხმარებლები, რომლებიც გარკვეული მედიკამენტების მომხმარებლები იყვნენ მუდმივად, ჩვენი მხრიდან ხდებოდა გადარეკვა მათთან და მათი მდგომარეობის შეფასება, შესწავლა და გარკვეული რეკომენდაციების მიცემა. გვაქვს ჩვენ ეს ბაზა რეალურად და ასეთ მომხმარებლებს
რაღაც პერიოდულობით თავაზობს ხოლმე გარკვეული ტიპის შეთავაზებებს ვუკეთებთ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გარდა გლუკომეტრისა, რომელიც საჩუქრად არის და მეორე მხრივ დაბალი ფასისა მჭირების 15 ლარათვას შეიძენს, მომხმარებელს საშუალება ექნება რომ აირჩიოს მე ლაპარაკი მაქვს ანტიდიაბეტურ მედიკამენტებზე, ამ შემთხვევაში 5 მედიკამენტი, რომელსაც მოიხმარს და ამ 5 მედიკამენტზე მან მიიღოს ყველაზე დაბალი ფასი, ანუ დამატებითი ფასწაკლება. ამ ეტაპზე ყველა მიცით რომ რეცეპტორულ მედიკამენტებზე ფასწაკლება არის 25% და იმ მედიკამენტებზე ანტიდიაბეტურზე ის დამატებით კიდევ ფასწაკლებას მიიღებს, ანუ ყველაზე დაბალ ფასში მიიღებს. ეს აქცია არ არის მხოლოდ თბილისში. ეს არის საქართველოს მასშტაბით მთლიან ქსელში რეალურად ამ ეტაპზე. არის პირველი აქცია დიაბეტის პროგრამის ფარგლებში, კიდევ გამეორდა პირველად GPS-ის დიაბეტის პროგრამა, რომ რაღაცა ეს არ მოხდეს არეულობა ამ მხრივ და იქნება ყველა ვარიანტში იქითა წელს უკვე უფრო გავახმავებთ და უფრო საინტერესო. ახალ დიაბეტზე არ გაჩერდებით ალბათ. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რეალურად დიაბეტის მიმართულება იქნება ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება, თუმცა იქნება აუცილებლად ის მარკეტინგული აქციებიც, რომელიც აქამდეც ჰქონდა და კვლავ შევთავაზებთ სახალისოს მას ყველაზე მორგებულს, ანუ თქვენზეც და ყველაზე, მაგრამ იქნება ასევე სხვა სამედიცინო თემებიც რეალურად. ველოდებით თქვენ. აუცილებლად დავაანონსებ მომდევნო წელს თქვენს ეთერში. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ 20 წლის იუბილეს და ხაზს გავუსვამ რომ დღეიდან იწყება აქცია გლუკომეტრის ჭხირებთან და გლუკომეტრთან დაკავშირებით და გაგრძელდება იანვრის ბოლომდე. დიახ და ანუ აქციაში ჩართვას ავტომატურად ხდება, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ უკვე რომ შეიძენს ჭხირს და გადაეცემა გლუკომეტრი. ამის უბრალოდ საჭირო არის რომ ზღარბარც მომხმარებელი იყოს და კიდევ ერთ აღვნიშნავ რომ ზღარბარათი უკვე ახალ სტადიაში შევიდა განვითარების იმ მხრივ რომ შესაძლებელია მომხმარებელს როგორც ატაროს ფიზიკური ბარათი, ასევე თავის smartphone-ში მობილურში, მობილ აპლიკაციის საშუალებით იქვე იქონიოს ეს ბარათი და ყოველგვარი ფიზიკური ბარათის გარეშე მიეწყოს ფარმაცევტს გაატაროს დაერცხოს გულები, ანუ ეს ინოვაციური ერთ-ერთი. მადლობა თემ. წარმატებებს გისურვებთ საუკეთესო სისრულებით. დიდი მადლობა. რეკლამის შემდეგ უკვე პატაგულეშულთან ერთად დავბრუნდებით რომ მისგან 5 ახალი ანეკდოტი მოვისმინოთ.